მოგესალმებით, დღეს ჩვენ წინ გვაქვს, მოდი ვთქვათ, საკმაოდ რთული და გულწრფელად რომ ვთქვათ, გამომწვევი მასალა. ეს არის საქართველოს სოციალური, პოლიტიკური და სულიერი მდგომარეობის ერთგვარი დიაგნოზი. ჩვენი მიზანია ამ წყაროებიდან ამოვიღოთ ყველაზე საინტერესო, შეიძლება ითქვას სადავო იდეები და ერთად გავარჩიოთ. კი ბატონო, ამ წყაროების მთავარი ხიბლიც ალბათ ეგ არის, რომ ცდილობენ მოვლენები ერთმანეთთან დააკავშირონ. ანუ პოლიტიკურ კრიზისს არ განიხილავენ იზოლირებულად. ხო, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ამას ამბობს ავტორი. ზუსტად. პირდაპირ აბამენ ამას საზოგადოების მენტალურ და სულიერ მდგომარეობას. ეს არის მცდელობა დაგვანახოს, რომ ხშირად მხოლოდ სიმპტომებს ვხედავთ. და არა დაავადების ნამდვილ მიზეზს. კარგი, მოდით ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ცენტრალურ იდეაზე. პირველი, ეს უცნაური მოსაზრება, რომ პროპაგანდამ, თუნდაც სიკეთის სამსახურში, თავისი არსით მაინც საზიანოა. შემდეგ, პოლიტიკური სტაგნაცია, რომელიც წყაროს მიხედვით ერთ ლიდერზე სულაც არ არის დამოკიდებული. და ბოლოს, ყველაზე რადიკალური თეორია, საქართველოს სუვერენიტეტი, როგორც იჯარით აღებული ტერიტორია. მოდით ჩავუყვეთ. დავიწყოთ. მოდით სწორედ იმ პირველ, ერთი შეხედვით პარადოქსული იდეით დავიწყოთ. რატომ შეიძლება იყოს კარგი პროპაგანდაც კი მავნე? ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ, რომ პროპაგანდა ცუდია მხოლოდ მაშინ, როცა ის რაღაც ბოროტებას ემსახურება. აი, აქ არგუმენტი შემდეგნაირად შენდება. პროპაგანდა თავისი ბუნებით ყოველთვის ამარტივებს რეალობას. ხომ ხვდები, ის სამყაროს ყოფს შავად და თეთრად. კეთილები, ბოროტები, ჩვენ, მტერი. ანუ ნიუანსები იკარგება. კი, აბსოლუტურად. და როდესაც საზოგადოება ეჩვევა ინფორმაციის ასეთი ფორმით მიღებას, წყაროს მიხედვით, მნიშვნელობა აღარა აქვს რა მიზნით კეთდება ეს. მთავარი პრობლემა ის ხდება, რომ ადამიანის ტვინი წყვეტს კრიტიკულად აზროვნებას. უბრალოდ ეძებს, რომელ მხარეს დადგეს. არა, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი. ზუსტად. და ეს ქმნის ძალიან სახიფათო ნიადაგს მანიპულაციისთვის. ესე იგი, ამტკიცებთ, რომ დიდი განსხვავება არ არის, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდას შორის. ეს ცოტა რადიკალურად ჟღერს. რა თქმა უნდა, წყარო ამას ძირითადად პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს. საუბარია იმაზე, რომ როცა საზოგადოება პოლიტიკურად მიეჩვევა ემოციურ ლოზუნგებსა და გამარტივებულ ნარატივებს, ის ხდება ძალიან მოწყვლადი. გასაგებია. დღეს შეიძლება კარგი ძალა იყენებდეს ამ მეთოდს, მაგრამ ხვალ იგივე მეთოდს გამოიყენებს ცუდი ძალა და საზოგადოებას უკვე აღარ ექნება მენტალური იმუნიტეტი. ანუ პრობლემა თავად აზროვნების სტილის დეგრადაციაა. კი, ზუსტად ეგ არის მთავარი აზრი. ეს საინტერესო კავშირია და ვფიქრობ, კარგად გადაგვიყვანს შემდეგ თემაზე. საზოგადოება, რომელიც მიჩვეულია გამარტივებულ შავ-თეთრ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრასაც ალბათ გამარტივებულად ხედავს, ხო? დიახ. სწორედ ამაზე საუბრობს წყარო, როცა ამბობს, რომ წარმოდგენა თითქოს სააკაშვილის წასვლა ყველაფერს მოაგვარებდა, დიდი ილუზია აღმოჩნდა. კი, ეს ზუსტად იმავე ლოგიკის გაგრძელებაა. თუ პრობლემა აღქმულია როგორც ერთი ბოროტი კაცის მართველობა, მაშინ მისი მოშორება ლოგიკურად გამოსავალი უნდა იყოს. რა თქმა უნდა. მაგრამ წყარო ამტკიცებს, რომ ეს იყო სიმპტომის მკურნალობა და არა დაავადების. პრობლემა გაცილებით ღრმა სისტემური აღმოჩნდა. ის საზოგადოების მენტალიტეტშია, ღირებულებებშია. და ამის დასტულად ავტორს მოჰყავს არგუმენტი, რომ პრობლემები არათუ დარჩა, არამედ პოლიტიკური კლასის ხარისხი შესაძლოა გაუარესდა კიდეც. ხო, ის იყენებს საკმაოდ მძაფრ მეტაფორას, რომ ხელისუფლებაში მეარღნეებისა და მედუდუკეების ცნობიერების ხალხი მოვიდა. რაც ფაქტობრივად პროფესიონალიზმის კრიზისზე მიუთითებს. კი, სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისზე. მაგრამ ხომ არ ამარტივებს ავტორი ზედმეტად. იქნებ საზოგადოების შეფასება ემოციური იყო, მაგრამ რაღაც რეალურ პრობლემებს ეფუძნებოდა. ის არ უარყოფს, რომ პრობლემები რეალური იყო. საქმე იმაშია, რომ დიაგნოზი იყო არასწორი. როცა გაქვს თავის ტკივილი, რომელიც თქვათ სიმსივნითა გამოწვეული, ტკივილ გამოყუჩებლის დალევა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ხო მართალია?
გასაგებია. ანალოგიურად, აქაც ხალხის უკმაყოფილება რეალური იყო, მაგრამ პრობლემის სათავად ერთი ადამიანის დასახელება, ეს იყო არასწორი დიაგნოზი. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ერთი დეტალი, რომელსაც წყარო ახსენებს. აი ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. დიახ, ზუსტად ეგ. ეს მართლაც საინტერესო კონტრასტია. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი ქართულ აღქმასა და, ვთქვათ, საერთაშორისო რეალობას შორის განსხვავებაზე? ავტორისთვის ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება შიდა პოლიტიკური ნარატივი სრულად ასწდეს რეალობას. ის სვამს რიტორიკულ კითხვას. თუ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ადამიანი იყო გიჟი და შეშლილი, როგორ ხდება, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ასწავლის? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უშეცდომო იყო ალბათ. არა, რა თქმა უნდა, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შეფასება საქართველოში იმდენად ემოციური და ირაციონალური გახდა, რომ რეალობასთან კავშირი დაკარგა. და ეს ისევ და ისევ იმ შავ-თეთრი პროპაგანდისტული აზროვნების შედეგია. ეს პოლიტიკური პრობლემების სისტემურობა, ეს ილუზიები, წყაროს აზრით, მხოლოდ პოლიტიკით არ აიხსნება. ის ფესვებს ბევრად უფრო ღრმად საზოგადოების სულიერ მდგომარეობაში ხედავს. მოდით ამ კავშირს ჩაუღრმავდეთ. დიახ. რას ნიშნავს ეს მკვეთრი დაპირისპირება ცერემონიასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის? ეს ალბათ წყაროს ანალიზის ქვაკუთხედია. მთავარი თეზისი ისაა, რომ ქართულ საზოგადოებაში გარეგნულმა ფორმამ ჩაანაცვლა შინაგანი შინაარსი. ის საინტერესო პარალელს ავლებს საბჭოთა პერიოდთან. ანუ მაშინ ჰქონდა ათეისტური ცერემონიები, პარადები, ყრილობები, დღეს ეს მისი აზრით ჩაანაცვლა რელიგიურმა ცერემონიებმა. მასობრივი ნათლობები, ლიტანიობები. კი, სანთლის ანთება, კოვზით ზიარება. ავტორი ამტკიცებს, რომ ორივე შემთხვევაში აქცენტი კეთდება რიტუალზე და არა ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციაზე. ცერემონია რწმენა არ არის, ხომ ხვდები? ის შეიძლება ცარიელ ფორმად დარჩეს. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. რა კონკრეტული მაგალითები მოჰყავს წყაროს? ყველაზე თვალსაჩინო და ჩემი აზრით ორიგინალური მაგალითია არის ახალი წლის აღნიშვნის კულტურის კრიტიკა. საინტერესოა? ერთი შეხებით ეს უბრალოდ დღესასწაულია, მაგრამ წყარო მასში სერიოზულ სულიერ პრობლემას ხედავს. ის ამბობს, რომ ახალი წელი ფაქტობრივად გაღმერთებულია. ადამიანები მთელ თავის იმედებს, ფინანსებს, ენერგიას დებენ ამ ერთ ღამეში. თითქოს მას რაღაც მაგიური ძალა აქვს. ზუსტად. და ამას ემატება, რასაც ავტორი უწოდებს წარმართული და ოკულტური ელემენტები. მაგალითად, ასტროლოგიაზე დაყრდნობა, ცეცხლოვანი ცხენის ან მწვანე დრაგონის წლის შემობრძანება. ანუ არგუმენტი ისაა, რომ ეს უბრალოდ უწყინარი ტრადიცია კი არა, სულიერი დეზორიენტაციის ნიშანია. კი. როცა ადამიანები ხსნას და მომავლის იმედს არ აღმერთში, არამედ კალენდარულ თარიღსა და ზოდიაქოს ნიშანში ეძებენ. ზუსტად. ავტორი ამას პირდაპირ ოკულტიზმს უწოდებს, რომელზეც მისი აზრით ოფიციალური ეკლესია რატომღაც დუმს. ის ამ ფსევდორელიგიურ რიტუალებს უპირისპირებს ბიბლიურ დღესასწაულებს, რომლებიც ყოველთვის კონკრეტულ სულიერ მოვლენაზეა ორიენტირებული. როდესაც რწმენის ობიექტი ხდება არა შემოქმედი, არამედ ცელი ან ცხოველის ფიგურა, ეს წყაროს ლოგიკით არის კერპთაყვანის მცემლობა. და სწორედ ასეთი სულიერი ქაოსი იწვევს მორალურ დეგრადაციას და საბოლოოდ სახელმწიფოებრივ კრიზისსაც. ესაა კავშირი, ხომ? დიახ, ეს არის კავშირი, რომელსაც ავტორი აკეთებს. კარგი, აქამდე რაც განვიხილეთ, უკვე საკმაოდ პროვოკაციული იყო, მაგრამ ახლა მივადექით იდეას, რომელმაც პირადად მე ყველაზე მეტად დამაფიქრა. ეს არის გეოპოლიტიკური თეორია საქართველოს როგორც იჯარეთ აღებული ტერიტორიის შესახებ. მოდი, კარგად გავშალოთ, რას გულისხმობს ავტორი. ეს ალბათ ყველაზე საკამათო ნაწილია. ცენტრალური თეზისი ასეთია. საქართველომ რეალური სრული სუვერენიტეტი დაკარგა მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიასთან შეერთებისას. და მას შემდეგ ის ფაქტობრივად არსებობს, როგორც რუსეთისგან იჯარით აღებული ტერიტორია. იჯარით აღებული, ანუ, ამ თეორიის მიხედვით, რუსეთი საქართველოს აძლევს საშუალებას ითამაშოს დამოუკიდებლობა, კონდეს დროშა, ჰიმნი, მთავრობა. მაგრამ კატეგორიულად აღკვეთს ნებისმიერ რეალურ ნაბიჯს, რომელიც მას გეოპოლიტიკურად დააშორებს, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებას. ანუ ტერიტორიის ნამდვილი მფლობელი ისაა, ვისაც სამხედრო კონტროლი შეუძლია. დიახ, ეს არის არგუმენტის არსი.
ამის ასახსნელად წყარო საკმაოდ მოულოდნელ და უცნაურ პარალელს აავლებს კანადასა და ავსტრალიასთან. ეს ხომ სრულიად განსხვავებული კონტექსტია. ხო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. ავტორი, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ კანადისა და ბრიტანეთის ურთიერთობა სრულიად განსხვავდება საქართველოსა და რუსეთის მტკივნეული ისტორიისგან. აბა რაშია პარალელი? პარალელი არ ეხება ისტორიას ან კულტურას. ის არის წმინდა ფუნქციონალური. ეხება მხოლოდ ერთ ასპექტს, ვინ ფლობს საბოლოო სამხედრო ძალას. არგუმენტი ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ კანადას ჰყავს თავისი არმია, რეალური საფრთხის შემთხვევაში მის უსაფრთხოებას ბრიტანეთი უზრუნველყოფს. ანალოგიურად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიას განიხილავს თავისი გავლენის სფეროთ და არ დაუშვებს აქ სხვა დიდი სამხედრო ძალის შემოსვლას. და სწორედ ამით ხსნის ავტორი იმას, თუ რატომ არ ერევა დასავლეთი აქტიურად და სამხედრო გზით. კი, ისინი ამ თეორიის მიხედვით ფარულად აღიარებენ ამიჯარის პირობებს. ერთი წუთით, ეს თეორია საკმაოდ ფატალისტურად ჟღერს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წყაროს მიხედვით სუვერენიტეტისთვის ბრძოლას აზრი საერთოდ არ აქვს. ეს კრიტიკული კითხვაა. ავტორის პოზიცია არა იმდენად დანებება, რამდენადაც სტრატეგიის შეცვლისკენ მოწოდება. ანუ, მისი აზრით, რეალობის იგნორირება და სამხედრო კონფრონტაციის ენით საუბარი იმ ძალასთან, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ათეულობით ჯერ ძლიერია, არის თვითგანადგურება. ის ამბობს, რომ ერთადერთი რაციონალური გზა ამ რეალობის აღიარება და ჭკვიანური დიპლომატიის გამოყენებაა. ანუ ამ შეზღუდულ პირობებში ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელიც რუსეთთვისაც არ იქნება პირდაპირი საფრთხე. დიახ. მისივე ლოგიკით, რუსეთს არ სურს საქართველოს სრული განადგურება. მას სურს, რომ ეს ტერიტორია მის კონტროლქვეშ დარჩეს. გასაგებია. და ამ ყველაფრის პოლიტიკური ქაოსის, სულიერი კრიზისისა და გეოპოლიტიკური ჩიხის გასაანალიზებლად წყარო ერთ დიდ უნივერსალურ მოდელს იყენებს. ეს არის ძველი აღთქმის ისრაელის ისტორია. რატომ არის ეს პარალელი ასეთი მნიშვნელოვანი ავტორისთვის? ისრაელის ისტორია გამოიყენება როგორც ერთგვარი არქეტიპი, უნივერსალური მოდელი ერისა და სახელმწიფოს აღზევებისა და დაცემისა. ამ მოდელის მიხედვით ღმერთმა ისრაელს მისცა აღთქმული მიცა, ანუ სრული სუვერენიტეტი. მაგრამ როდესაც მათ დაარღვიეს ღმერთთან დადებული შეთანხმება, დაიწყეს კერპთა ყვანისმცემლობა, კომპრომისზე წავიდნენ წარმართულ კულტურებთან. დაკარგეს მორალური სახე. კი, და ამის შედეგად დაკარგეს ეს მიწაც და სხვა იმპერიების ვასალები გახდნენ, ბაბილონის, სპარსეთის, რომის. ანუ მიწის დაკარგვა არ იყო უბრალოდ სამხედრო მარცხი, არამედ სულიერი დაცემის პირდაპირი შედეგი. მაშასა და მეწყაროს ლოგიკით, ის სულიერი ქაოსი, რომელზეც წეღან საუბრობდით, პირდაპირ კვებავს ამ იჯარის მდგომარეობას. ანუ, თუ ერი სულიერად დეზორიენტირებული არის, ის კარგავს მორალურ უფლებასაც და პრაქტიკულ უნარსაც, რომ თავისი ტერიტორიის მფლობელი იყოს. დიახ, ეს არის ამ წყაროების ცენტრალური, გამაერთიანებელი იდეა, კავშირი პირდაპირია. საქართველოსაც ჰქონდა თავისი ოქროს ხანა, მაგრამ შიდა დაპირისპირებებმა, მორალურმა კომპრომისებმა და სულიერმა გაუცხოებამ გამოიწვია ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაკარგვა. ავტორის აზრით, დიახ. ამ ლოგიკით, ნებისმიერი მიწის საბოლოო მფლობელი ღმერთია და ეროვნული უსაფრთხოება მოდის არამხოლოდ ეროვნული სიამაყიდან, არამედ იმ მორალურ და სულიერ პრინციპებთან შესაბამისობიდან, რომლებზეც სამყარო დგას. ზუსტად, როდესაც ერი ამ პრინციპებს არღვევს, ის კარგავს იჯარის უფლებასაც. საბოლოო ჯამში რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკის, სულიერებისა და გეოპოლიტიკის ძალიან ღრმა და, მოდი ვთქვათ, საკმაოდ მძიმე კრიტიკა. ეს არის პერსპექტივა, რომელიც პასუხისგებლობას თითქმის მთლიანად საზოგადოების შიგნით აბრუნებს. თავარი დასკვნა, რომელიც ამ წყაროებიდან გამომდინარეობს, არის ის, რომ პრობლემები არის შიდა, სისტემური და ღრმად ფესვგადგმული ეროვნულ მენტალიტეტში. და შესაბამისად, გამოსავალიც შიგნითაა. კი, შემოთავაზებული გამოსავალი არ არის ახალი პოლიტიკური მხსნელის ძიება ან მორიგი არჩევნები. ეს ყველაფერი ამ ლოგიკით ისევ სიმპტომების მკურნალობაა. ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ღრმა, შინაგანი ტრანსფორმაცია. და როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე. დიახ. ეს არის მოწოდება გავუსწოროთ თვალი რეალობას, რაც არ უნდა მწარე იყოს ის. და დავიწყოთ ფიქრი არა იმაზე, თუ ვინ გვიშველის, არამედ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ შინაგანად იმ სუვერენიტეტის ღირსი, რომლისკენაც ვისწრაფვით. და ბოლოს,
გიტოვებთ ერთ პროვოკაციულ კითხვას, რომელიც ამ მთელი ანალიზიდან ბუნებრივად იბადება. წყარო ერთმანეთს უპირისპირებს მიწიერ დროებით ტერიტორიებსა და ახალი ცისა და ახალი დედამიწის ბიბლიურ დაპირებას. თუ ყველა ერისა და ქვეყნის არსებობა საბოლოო ჯამში დროებითია, რას ნიშნავს ნამდვილი და მყარი უსაფრთხოება ან იდენტობა დღეს, როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის?